სასკოლო თეატრების ფესტივალი რო 4 წელია გრძელდება და რაღაც სასწაულებს ახდენს ფაქტია და აი შარშანდელ ამ ფესტივალზე 51 საჯარო სკოლამ წარმოადგინა ლაშა თავუკაშვილის დარაბებს შეიძლება გაზაფხულია ეს მარტოის პიესა იყო და არ ვიცი ისეთი ძალიან წარბაზება და რეჟისორი შეფასება ძალიან დიდი მიიღო ყველაფერი ამან და საპრიზო პირველი ადგილიც მოიპოვა მთელი ის ვითი და მე უკვე ეს ბავშვები არ შერდნენ არ იქნებიან რომ არ წავიდნენ სახში და გაგვიდა ყოფნაო და მე გადავწყვიტეთ რომ ცოტა მიგვეცა რომ ართო მასშტაბებიც და წელიდან მოსული დავარბიტა ნეგერაროს სველია სამანიდან იქ თემები შევიტანეთ რადგან ისეთი ისაა რომ ძალიან ემოციური დარჩა დაკომანი ერთგან განავრცო და აი დღეს ძალიან დიდი მართლა შემიძლია რომ ზეიმი შეგვიძლია ეს ჯერ ერთი რომ ამ ახალგაზრდებით იცენაზე წარდგინება გარდა ამისა უდიდესი სულ გასავსე საქმეს აღავლებდა და ყოველი შემოსული კაპიტი რომ გადაირიცხება მიგრატი ყორღანაშვილის დახმარების ფონდში და უფრისნებით ძალიან ხმად ვარ დაწუნებული რომ გამოჯამრთელდება ის და აი ამ ახალგაზრდების წვლილიც იქნება მიგრატობაში და თან რაც ყველაზე მეტად ნახარო და რომ ამათი თანატოლებდნენ მაყურებლები და ესენი აძლევდნენ მაგალითს შეიძლება ასეთქო როგორ უნდა სიკეთე როგორ უნდა მოფერება მუსიკერება მოგესალმებით მე ძალიან მიხარია რომ ახალგაზრდებს ასეთი წარმატებული დღე ქონდა დღეს ძალიან მიხარია რომ ეს ახალგაზრდები 51 სკოლის მოსწავლეები არიან რომ ასე არაჩვეულებრივად იდგნენ ისინი სცენაზე და მე მგონი ის ემოცია რაც დარბაზში სუფევდა მთლიანად გაიზიარა მაყურებელმა და დიდი მადლობა ბატონ თორნიკე მარჯანიშვილს დიდი მადლობა ყველა მარჯანიშვილებს მე მგონი დამკვიდრდა ქალაქში ტერმინი მარჯანიშვილები და ეიარონ მარჯანიშვილებმა ქუთაისის ქუჩებში გამარჯობათ მე ვსწავლობ ქალაქ ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური ნომერ 51 საჯარო სკოლაში დღეს ქონდა თეატრში დიდ სცენაზე სპექტაკლი წვიმიდან მოსული ამ სპექტაკლიდან შემოსული თითოეული ბილეთიდან შემოსული თანხა გადაირიცხებოდა გიორგი ყორღანაშვილს ეს ჩვენ ჩავატარეთ საქველმოქმედო ფონდი და რაღაც პატარა წვლილი შევიტანეთ გიორგი ყორღანაშვილის დასახმარებლად რომ გადაგვერჩინა